პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდით ჩვენი სტუმარი გახლავთ კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი. დაგლოცეთ მამაო. მშვიდობის, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. იგი ჩვენ საუბრობთ ეფრემასურის ლოცვისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. მამაო, აი რომ დავყოთ ამონარიდებად თქვათ ლოცვებია. პირველი სიტყვები ლოცვა ასე იწყება: უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო სულსა უქმობისასა და მიმომწვლივლობისასა მთავრობის მოყვარეობისასა და ცუდად მეტყოლებისასა ნუ მიმცემ მე. აი ეს პირველი ფრაზის განმარტება რომ მოგცეთ, რაზეა საუბარი უშუალოდ ამ მონაკვეთში? დიახ, დაითქვას ის რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რასაც წმინდა წერილში გითხრობთ, ეს არის ის რომ სასუფევლიცისა იძულების. ასე რომ ძალისხმევის გამოჩენას ამა თუ იმ მიმართულებით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანულ სამყაროში. მე ხშირად გამიგონია და ესეც არის, აი თქვათ მონასტერი ეს არის შრომა და ეს არის ლოცვა. და ისედაც რომ დაუკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შრომის მოყვარეობის გამოჩენას. მე პირადად მრევლთან ურთიერთობის დროს ხშირად ვეუბნები რომ აი თქვათ მიდიხარ წირვაზე ესრები ლოცვას იქ ყოველთვის სახალისო არ იქნება ეს ყოველთვის არ გექნება განწყობა ლოცვის მაგრამ უნდა აიძულო თავი ზოგჯერ წირვა მიმდინარეობს და დაიღალე და თქვათ გირჩევნია სახში წავყიდე და ისვენა მაგრამ უძლებ არა იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა ისე როგორც სამსახურში მიდის ადამიანი და ყოველ დღე მას არ ეხალისება წასვლა, მაგრამ იძულებულია წავიდეს, იმიტომ რომ რას ეთქვის უფროსი, რომ არ მივიდეს და უთხრას, რომ იცი განწყობა არ გქონდა, არ მეხალისებოდა. ადრე თუ გენ დაითხოვს ხო სამსახურიდან. უფლისმსახურება სწორედ აი ამას გულისხმობს, იძულებას. და სხვა კუთხითაც შეიძლება ითქვას, რომ ვინც რაიმე წარმატებას მიაღწია, სპორტი იქნება, მეცნიერება იქნება, ეს არის დიდი შრომის გამომხატველი ყველაფერთან ერთად. ასე რომ მე ესე ვიტყოდი რომ უფლისმიერ სავალგზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ სიზარმაცეს არ მივეცეთ და ხშირად მეტად ვაიძულოთ საკუთარი თავი რომ აი რაღაცნაირ თავდადება გამოვხატოთ ამ კუთხით უფლისადმი. და ისე დავუბრუნდები ლოცვას რომ ლოცვა ყოველთვის არ არის მარტივი, იგი ენერგიას მოითხოვს და ძალისხმევას. ზოგჯერ არის წუთები, როდესაც სულიად არ გეხალისება ეს, მაგრამ უნდა იწულო საკუთარი თავი. ასე რომ აი შრომას და არიდებას სიზარმაცის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მართლმადიდებლურ სამყაროში. რაც შეეხება იცით მიმომწვილობა, ეს არის აი ცუდად გამომძიებლობა რა თქმა უნდა დიახ. და მე პირადად იცით ერთ-ერთი რაც ყველაზე დიდი რაც ნახე ეკლესიურ გარემოში არის ის რომ სულიწმიდის მადლით ადამიანის ცოდვილი მხარეების შეცნობის განსაკუთრებული უნარი ეძლევა და ამას ხშირად ვიმეორებ ერთ-ერთ ბერის აღსარება მოახდინა განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება ჩემზე სადაც ის ამბობს რომ წმინდა წერილში ნათქვამია რომ გიხარობენ მათთან ერთად რომლებიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად რომლებიც ტირიან და იგი ამბობს რომ მე საერთოდ ვამჩნევ რომ არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობაო გულგრილი ვარო აი ამის მიმართო და უნდა ითქვას რომ ბედნიერება როცა ეწევა სხვასო გულში მწყინსო როდესაც უბედურება დაისადგურებსო მათთან გარეგნულად თანაუგზნობ მაგრამ შიგნითო ბოროტად მიხარიაო და ეს ამაზე თვისება შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს ადამიანთან აი რამდენჯერ დაგვიჭერია ადამიანური ბუნება რომ აი ცნობის მოყვარეობა კლავს იცი და სხვისი ცუდი რაღაცნაირად თითქოს თან გიზიდავს თან გიხარია იმის ფონზე უფრო კარგი წარმოჩნდები და ეს რაღაც დემონური სიტყვებია დემონური მიმზიდველობა ახლავს ამასთან ანუ გვახასიათებს ადამიანებს აი ეს უშუალოდ გამომეძიებლობა სხვისი ჭირის სხვისი ნაკლოვანებების ცოდვების და ასე შემდეგ და ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ამას რომ აი განსაკუთრებით ნაკლებად მიეცე ამ შენ ნაკლოვანებას გააცნობიერო და
თავი შეიკავა ამ კუთხით. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და თავრობის მოყარეობა, სამწუხაროდ ჩვენ ამ პარტამენტები ვარ და მივისწრაფით, რომ დავიკავოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაღალი ადგილი, მე ესე ვიტყოდი. და მე ხშირად მახსენდება მეუფე გაბრიელის კიკოძის სიტყვები, სადაც ძალიან კარგად აღწერს, იცით, რომ აი როდის არისო იერარქიულ კიბეზე ასვლა ღვთისთვის სათნო, როდესაც ეს თავისთავად ხდება ბუნებრივად. მაგრამ თუ ადამიანი კარიერისტულ თვისებებს ამჟღავნებს და ყველანაირად ცდილობს, რომ თუ შეიძლება ასე ითქვას, ზემოთ ავიდეთ, აი ამ შემთხვევაში უკვე საქმე ცუდად არის და რა თქმა უნდა ეს აღმოსვლა არ არის უფლისთვის სათნო. და მაცხოვრებ ბრძანებს წმინდა წერილში, რომ ვისაც უნდა იყოს დიდი თქვენ შორისო, იყოს თქვენი მსახური. და კიდევ ერთ თვისებას დავამატებდი, იცით, მამა რაფაელი კარელი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ჩვენ მსახიობები გავხდითო. რა გაგებით, რომ ხშირად თვალთ მაგცნობთო და ანგარებით გამოირჩევებთ. მაგალითად შეხვდაო შენი ხოთ უფროსი. რას ვაკეთებთო? გაუღიმებთო, ალერსიან მზეს მივაპყრობთო და რო გაივლისო, მაგრამ შეიძლება ესეთი ცუდი რაღაცა ვთქვათო და ისე გავაკრიტიკოთო, რომ სულიად კონტრასტში არისო რა. ეს ყველაფერი. ვის ცარისო ჩვენ დაქვემდებარებაშიო, ისეთ სახესღებულობთო გოროსო, მიუყარებელსო, რომ ასე ვთქვათ, ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავა წარმოედგენ საკუთარ თავსო. და ის აღნიშნავს კიდე, რომ თუ ვინმეს რაიმე თხოვნა აქვსო, ისე ვცდილობთ რომ უცებ გავშორდეთო. ასე რომ ეს ანგარებითი დამოკიდებულება სამწუხაროდ ხშირად შეიმჩნევა და მე ესე ვიტყოდი, რომ რაღაცნაირად გამოიკვეთა უკვე ჩვენ ცხოვრებაში. ეს თვისება ყოველთვის ჰქონდა ადამიანს, მაგრამ ეპოქას გარკვეული კუთხით ამძიმებს კაცობრიობას ამა თუ იმ ნაკლოვანებების გამოვლენის კუთხით. და რა შეიძლება ითქვას შემდეგ ასე ვთქვათ თვისებაზე, ეს არის ცუდად მეტყველება. მახსოვდება ესეთი ფრანგი ჭერმეტყველი იყო ლაროშ ფუკო, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე დიდი ჭერმეტყველობა არისო ის, რომ არაფერი თქვაო ზედმეტი. და ასე რომ ადამიანი უნდა ისრაფოდეს, აი ლაკოდურად გამოთქვას სათქმელი. ეხლა მარხვის პერიოდი იწყება და აი მამები, წმინდა მამები ამ კუთხით ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ელაპარაკათ. და ესეთ ხერხს კი ბიბართავდნენ, რომ აი ჟესტებით ელაპარაკებოდნენ, ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. და მით უმეტეს, როდესაც უკვე ცუდად მეტყველობთ, რომელიც გამოიხატება ხშირად სხვის გაკრიტიკებაში, განკითხვაში, არასწორ მხილებაში და ასე შემდეგ, ასე რომ ეს განსაკუთრებით გვაშორებს უფლის მიერ მადლს და მე ერთი ცხოვრებისეული დეტალი მინდა კიდე რაღაცნაირად წინ წამოვწიოთ, რომ აი ზოგჯერ არის ხა ადამიანები ვართ, აი ზედმეტი ლაპარაკი რაღაცნაირად მოქსვლია სუფრაზე ან საზოგადოებაში და არც თუ იშვიათად არის იცით გამოფიტვის, დაოსების, უსიამოვნო შეგრძნებები, თითქოს დაიცალიო ენერგიისგან და რაღაცნაირად მადლისგან და ისე გრძნობ თავს, იცით, არა კეთილსახოვნად. და ასე რომ ბევრი ნიუანსია, რომ გავშალოთ ეს თემა. არის თვისებები, რომელიც მოცემულია ეფრემ ავსორის ლოცვაში, რომელიც მოითხოვს, რომ ამ კუთხით გამოასწოროთ საკუთარი თავი. შემდეგი მოხელე ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა, სიყვარულისა, მომავლე მონასე შენსა. დიახ. ხა უნდა ითქვას ის, რომ საერთოდ რისკი უნდა ისწრაფოდეს ქრისტიანი სიწმინდისკენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ნეტარები გეუბნება, რომ არ არიან წმინდანი გულით, არამედ თუ მათ ღმერთი იხილონ. და უფალთან ურთიერთობა არ შედგება შენი თუ სიწმინდისკენ არ მიისწრაფი. სიწმინდე რას გულისხმობს, რომ გავაკონტროლოთ საკუთარი თავი, არა მხოლოდ ქცევის დონეზე, არამედ ფიქრების, ემოციების, წარმოდგენების დონეზე, იმიტომ რომ თითოეული ჩვენი ფიქრი, წარმოდგენა, ემოცია ზემოთ ფიქსირდება და გვაშორებს ეს ღმერთს. აი საკუთარ თავსაც რო დაუკვირდეთ, არ როდესაც ვიღაცაზე ბრაზდებით, როდესაც შემოდის თქვა ბილწი აზრები თუ ასე და ასე შემდეგ, სულ შეგრძნება რომ უფალი გშორდება და მადლი გვტოვებს.
ასე რომ სიწმინდე აუცილებელია რომ ჩვენ დავემკვიდროთ სასუფეველი. შეიძლება ძალიან ბევრჯერ ეზიან რომ ახსენებათ თქო, მაგრამ არ გქონდეს ეს სიწმინდისკენ აი შეგნებული სწრაფვა და როგორ შეიძლება უწმინდური ადამიანი შევიდეს სასუფეველში. უცოდველი არავინ არ არის და უნდა გქონდეს, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრება ამას აუცილებლად გულისხმობს, რომ ვესწრაფვდეთ სიწმინდის ასე ვთქვათ მიმართულებით. სიმდაბლეც ძალიან მნიშვნელოვანია. სიმდაბლე რა არის ახლა? არის რაღაც იცით სათნოებები, რომლის განმარტება ჭირს ცოტა არ იყოს ქრისტიანული კუთხით. აი რომ აკითხება სიმდაბლე რა არის, თითქოს ვიცი, მაგრამ თითქოს არ ვიცი. აი ეს განცდა მე მახსენდება მეტარი ავგუსტინს გამონათქვამი, რომ აი როდესაც დროზე ვსაუბრობ, თითქოს ვიციო რა არისო დრო, მაგრამ რომ იმაზე მიდგებაო საქმე რომ განმარტო ენა მებორკებო და ხვდები რომ არც არაფერი არ ვიცი. რა თქმა უნდა, სულ ესეც არ არის საქმე, მაგრამ აი სიმდაბლესთან მიმართებით არის ეს შეგრძნა, მაგრამ მაინც რაღაც რამდენიმე თვისებას დავასახელებ. რა არის სიმდაბლე? სიმდაბლე ეს არის შეგრძნება საკუთარი უძლურობის, საკუთარი არასრულფასოვნების, საკუთარი ცოდვილობის, მე ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ ფაქტიურად რითი იწყება ქრისტიანობა, რომ ხვდები რომ არაფერი არ ახარ. სოკრატე ამბობდა, მე ვიცი რომ არაფერი არ ვარ და ეს გამორჩეული სიტყვებია. აი როდესაც საკუთარ პიროვნებას ხას უსვამ და ხვდები რომ მართლაც არაფერი არ ახარ, აი აქედან იწყება ქრისტიანობა. და მე ესე ვიტყოდი რომ სიმდაბლე კიდე გულისხმობს რას, რომ რაც არ უნდა გქონდეს იცი ნიჭი, ტალანტი, მატერიალური კეთილდღეობა, სიმდიდრე, ყველაფერი ხვდები რომ ეს არის უფლის წყალობა. მე ესე ვიტყოდი. მასზე ვართ ჩვენ დამოკიდებული, მასზე ვართ დაკიდებულები და სიმდაბლე აუცილებლად გულისხმობს აი ამ შეგნების წინ წამოწევას. თუმცა რა თქმა უნდა ადამიანზეც ბევრია დამოკიდებული და ის მონდომება, ის ბრძოლა, რომელიც კაც შეიძლება რაღაცნაირად ახასიათებს ცხოვრებაში, ეს არის უკვე ადამიანური თვისება, რომელსაც უფალი ძალიან აფასებს, მაგრამ სიმდაბლე გულისხმობს აი ამას, რომ რაღაცნაირად კარგი გაგებით ხაზი გადაუსვა საკუთარ თავს და მიხვდე, რომ უფალზე ხარ, ასე ვთქვათ, ესე დამოკიდებული. ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში, რომ თუ ადამიანი ჩაუღოდება, სწორედ ამას მიხვდება, რომ იმას არ უმისახოთ რასופალი ფარულად, ეს მისი წყალობაა და ნებისმიერი ჯილდო, ნებისმიერი წარმატება, უფრო დიდი სიმდაბლით უნდა მივიღოთ, რომ უფრო მომხდარა შენ ამის ღირსი არ ხარ და ესე რომ თუ დიდი წყალობა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ხა ესე არის. და მოთმინება. ცით ხანახან მეჩვენება, რომ ეს ცხოვრება არის მოთმინება. გაძლება, მე ესე ვიტყოდი. უფალი ძალიან ხშირად გვაყენებს იმ სიტუაციებში, რომ მოთმინებას მოითხოვს ჩვენგან, ლოცვა მოთმინებას მოითხოვს, მარხვა მოთმინებას მოითხოვს და მე მახსენდება იოსებ ისიხასტის სიტყვები, აი ის ამბობს, რომ ღმერთი ყოველთვის გვეხმარება და ყველაფერს ასწრებსო, მაგრამ ამასთან მოთმინებასაც მოითხოვს ჩვენგან. და ხშირად არ გვესმის თუ რა გასახილულის მიღმა და როგორ მართავს ღმერთი სამყაროს, სულს უცებ შეგვისრულდეს თხოვნა. მაგრამ ღმერთი აი რას მოთმინებას მოითხოვს. იცით არის ესეთი თხოვნითი ლოცვა ქრისტიანულ სამყაროში, როცა ვთხოვთ უფალს და არც თუ იშვიათად ვტვინავთ, რომ ეს თხოვნა არ გვისრულდება, რომ გადავალდება ხდება ყველაფერი ამის და მე პირადად აი ხშირად აღნიშნავ, რომ აი უცებ რო ვისრულდებოდეს თხოვნა. ერთი ან ორი დღიანი ლოცვით. რა ჩვენთვის საზიანო არ იქნება ის თითქოს რაღაცნაირად ის უცებ თვალებს აღაპყრობ უფალს მიმართავ და უცებ შეგვისრულდა ყველაფერი. ასე რომ ძალიან ხშირად რომ შესრულდეს რაღაცა, ამისთვის საჭიროა ლოცვა, ამისთვის საჭიროა მოთმინები დაველოდოთ და თან რასაც თხოვთ უფალს არა ჩვენც შესაბამისად წავეხმაროთ აი ამ მიზნის რაღაცნაირად განხორციელებას. ასე რომ რომც არ გქონდეს იცით აი ქრისტიანული ცნობიერება, რა ცხოვრება გაყენებს ამ რეალობის წინაშე, რომ ძალიან ბევრი რაღაცა უნდა მოითმინო და სხვა გზა არ არის ამ ჩვენ ცოდულ ასე ვთქვათ დედამიწაზე. ასე რომ მოთმინებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და სიყვარული. მე მახსენდება იოანე ღვთისმეტყველი ეუბნებოდა ხოლმე თავის მოწაფეებს, რომ გიყვარდეთო ერთმანეთო, იმდენჯერ უთხრა, რომ
ბოლოს შეწუხდნენ რა არის სულუგიო მეორედ რომ ღმერთი არის სიყვარულიო და ფაქტიურად ქრისტიანული სულყოფის გამოვლენა ეს არის უკვე სიყვარულის გამოვლენა აი იონიკების აღწერილს თავის დიდ წიგნში კიბე აქვს აღწერილი რომ იმისთვის რომ სიყვარული მოიხოჭოს ადამიანმა სხვადასხვა სულიერი ეტაპები უნდა გაიაროს და რისხანება უნდა მოთოკოს იქ სასწაულეთება და ასე შემდეგ და მერე უფალი აძლევს აი ამ საოცარ უნარსო გიყვარდეს და ჩვენი ხანა ეს არის უსიყვარულობის ხანა ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრი აღნიშნავს რომ გაგულგრილდნენ ერთმანეთის მიმართ ისით ის ადამიანურობა არ შეიმჩნევა ურთიერთობებში და მეცაც გეტყვით ითით მე ბერებისგან მონაზვნებისგანაც მომისმენია რომ მოთხოვენ ისინი იმას რომ შესაბამის სიყვარულს ვერ გრძნობენ მოყვასისადმი და უკვე აღარ ელაპარაკი გიყვარდეს მტერი შენი რასაც გვეუბნება ასე თქვა წმინდა წერილი ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული ფაქტობრივად ეს არის გვირგვინი ადამიანის ცნობიერების მაგრამ მე პირადად ეს დამოკიდებულება მაქვს რომ ეს ციდან არ ჩამოგივარდება და არც თუ იშვიათად აი თუნდაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფილა მოწოდებები რომ გვიყვარდეს ერთმანეთი რაღაც ხელოვნური იყო ეს ყველაფერი იცით რომ მოწოდების დონეზე რჩებოდა ეს რა თქმა უნდა რატომ იმიტომ რომ იმისთვის რომ სიყვარულის განცდა შემოვიდეს შენში დიდი გზა უნდა გაიარო სულყოფის და ეს არის უფლის ჯილდო და ასე უცებ შენ არ მოგეცემა ასე რომ ეს სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული კუთხით და მე ესე ვიტყოდი რომ აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ უფალმა მოიღოს მოწყალება და შემოვიდეს ეს განცდა ჩვენში მით უმეტეს დღევანდელ ეპოქაში ასე რომ ეს მომენტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მამა აი სანამ შემდგომი მონაკვეთის გამარტებას მოგცემდეთ მე მინდა აქ აღვნიშნოთ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენთან სტუდიაში აი როდესაც თხოვნის ასრულებაზე და ჩვენს პირად ლოცვებზე გაამახვილეთ ყურადღება ალბათ ადამიანმა თვითონაც უნდა განსაზღვროს რა უნდა ითხოვოს და რა არა უფალთან ანუ მხოლოდ იმის უფლება გვაქვს ვთხოვოთ უფალს ის რაც ჩვენი სულისთვის კარგია და არა ის რაც თქვათ ჩვენ სულს ავნებს აი როგორ უნდა მოახდინოს ამის დიფერენცირება ადამიანმა ესე ვთქვათ. საერთოდ რა არის იცით აი ქრისტიანულ სამყაროში ესეთი მომენტი შეიმჩნევა რომ შედიხარ სიღრმეში ეკლესიური ცხოვრების თხოვნითი ლოცვა უფრო და უფრო ნაკლებად იჩენს თავს რატომ იმიტომ რომ ადამიანის გონება იმდენად შეზღუდულია რომ ჩვენ რასაც თხოვთ ხშირად არ ვიცით არის თუ არა ეს ჩვენთვის მარგებელი ვერ საზღვროთ ამას იცით და ამიტომაც ქრისტიანული მიდგომა რა არის უფრო მე გთხოვ ეხა ესეც რა არის იცით აქაც არ შეიძლება დაკომპლექსდება. რაღაცა უნდა ადამიანს და შეიძლება თხოვოს უფალს. უბრალოდ უნდა დაამატოს. იცით, უფალო, მე გთხოვ, მაგრამ დაიყოს ნება შენი. მე გთხოვ, მაგრამ მე არ ვიცი, ჩემი სეზულდულობის გამო შეიძლება ეს ჩემ და საზიანოთ იყოს. პირადად მეც აი არც თუ იშვიათად ცხოვრებაში მithოვია რაღაცა არ გამომცვლია რუტინაშიც ჩავარდნილ ვარ უფლისთვისაც საქმე გამირჩევია პირდაპირ უნდა ითქვას მაგრამ მე მივხვდები რომ ეს ძალიან კარგი რო არ გამოვიდა და მადლობა მithქვამს. ნუ ესეთი შეზღუდული ადამიანური ბუნება და ასე რომ ეს თხოვნითი ლოცვა აი ამ კუთხით საკმარისად ნატიფ მიდგომას მოითხოვს და კიდე ერთი რამ შემიძლია ვთქვა იცით რომ აი მოთმინებაზე ვისაუბროთ. აი ეს გავიხსენებ იოსეფის სიხასტე ამბობს რომ ზოგჯერო თხოვნა უცებ არ სრულდებაო და აი ღვთისნების გამოვლენა შეიძლება გაიწელოს. რატომ? იმიტომ რომ დროზე ადრე ვთხოვთო. იმიტომ რომ პირდაპირ უნდა გითხრათ რომ შეიძლება გარშემო ადამიანებმა ღვთისნების აღსრულების კუთხით დაბრკოლებები შექმნა. იცით? ან კიდე საერთოდ არ იყოს ღვთისნება, როდესაც რაღაცას ვითხოვთ. და ერთ რამას კიდე გავიხსენებ ჩემი ცხოვრებიდან რომ ყოფილა იცით აი შემთხვევები, როდესაც აი მიმაჩნდა რომ თქვა თუნდაც ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს რაღაცის განხორციელება, არ განხორციელება, მაგრამ გასულა თვეები, წლები და ეს გაკეთებულა იცით. ანუ შესაბამისი დრო უნდა დადგეს. და არც თუ იშვიათად დამიჭერია ეს მომენტი და ძალიან ხშირად ვაწყობი მე ამ განაზომიერებას და ამანაც მე იცით რაღაც დონეზე მოთმინება მასალა და აი როდესაც თითქოს უკვე ხალხს ჩაიქნევ, კარგავ იმედს და უკვე აღარ ფიქრობ, ძალიან ხშირად მაშინ მოდის ეს სულის აღსრულება თხოვნის, ასე რომ ეს მომენტიც რაღაცნაირად გამოსაყოფია. მე თვითონ ცოტა ხშირა ბოლო მუხლი დამოწმო, ხო? პრობლემა უფრო მომენტი განსწრაფ თვითონ არ გაკეთებ ჩემისა. დიახ, უნდა ითქვას ის რომ აი ქრისტიანობა რას გულისხმობს იმას რომ საკუთარი ცოდვები რაღაცნაირად წინ წამოვწიოთ. ხა ეს ძალიან ნატიფი პროცესია.
რას გულისხმობს, რომ არის რაღაც ფრაზები, რომელსაც მე ხშირად ვიმეორებ, რომ აი განსაკუთრებით ადრე შეიმჩნეოდა ხანშესული ხალხი რომ მოდის ისეთ აღსარებაზე ამბობს, რომ მე ისეთი არაფერი ცოდვები არ მაქვს ჩადენილი, კაცი ვიყავი, კაცური და მოკლედ ვერაფერს ვერ ვიხსენებ ისეც. მე ვეხსნება სულიერი თვალე. მე უფრო და უფრო ხედავენ ამ საკუთარ ცოდვებს და ყველაზე დიდი ოსტატები საკუთარი ცოდვების საკუთარ ნაკლონებს დანახვის იყვნენ წმინდა მამები. მე ერთი წმინდა მამის გამონათქვამი მახსენდება, რომ უდაბნო ში როცა მოღვაწეობსო ბერიო არა, იქ ისეთი პირობები იქნება, რომ ყველანაირ თავის ცოდვილ მოძრაობას ამჩნევსო, ნაკლოვანებებსო და ყველაზე ცოდვილი გონია საკუთარი თავიო. რენტგენივით აშუქებს კაცი თავის ცოდვილ ბუნებას. და ძალიან კარგად აი ამას ყველაფერს ამჩნევს, თუ რა არის გამოსასწორებელი და რა ბევრი ნიუანსი შეიმჩნევა აი ამ უარყოფითი კუთხით. და ერთს დავამატებდი კიდე რომ ეს პროცესი არის ძალიან ნატიფი და ხშირად უფალი გვინდობს რა გაგებით რომ უცებ რომ ამოტივტიდეს ყველა ჩვენი ნაკლოვანი მხარე ცოდვითი მიდრეკილება ადამიანის ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებს. ამიტომაც ეს საკუთარ თავსაც რომ დავაკვირდეთ რა არის აღსარება რომ ჯერ რაღაცებს მოვინანებთ, ნაკლოვანებებს ვამჩნევთ. მერე დგება ეტაპი როცა ახალ ნაკლოვანებას გამოგიჩენს უფალი, ეხლა ამას უნდა მიაქციო ყურადღება. რაღაცას წამოგიტივტივებს, რომელიც ადრე გაქვს ცოდვა ჩადენილი და არ გახსოვდა. ანუ გინდობს მე ესე ვიტყოდი რა, რომ ძალიან დიდი წნეხი არ იყოს საკუთარი ცოდვილობის შეგრძნების კუთხით. და ასე ძალიან ნატიფად მიყავხარ, მაგრამ აი საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება აუცილებელია, რომ ჯანსაღი იყოს ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და მისგან სავალი გზა. და განკითხვა. და არის განკითხვა ერთ-ერთი ალბათ ურთულესი ვნება არის საბრძოლველად, ალბათ ამაზე ცალკე გადაცემა არის საჭირო, რომ ამაზე ვისაუბროთ. ეს არის ბოროტის სიხარული, როდესაც სხვას განიკითხავ და იგივე რაც თქვი, რომ იცით, სხვა შეიძლება აშავოს, მაგრამ შენ იმის ფონზე კარგი გამოდიხარ, გიხარია, რომ რაღაცნაირად იმას ეს დაემართა და აი ეს ბოროტის სიხარულს თან გასდევს განკითხვას. რითი განსხვავდება მხილება ჯანსაღი კუთხით განკითხვისაგან, რომ იქ დიდი ილია რომ ამბობა მოყარეს პირში უძრახებ და ეს პირს უკანაო იქ გინდა რომ ადამიანი გამოსწორდეს, სიყვარულით ეკიდები ამას და არ არის ეს ასე ვთქვათ ის მომენტი წინ წამოწეული, რომ კიდევ მეორე ბოროტის სიხარულის შეგრძნება იყოს ადამიანთან. ასე რომ ბევრი რაღაცა შეიძლება ითქვას, უბრალოდ ეხლა მაინც ესე შემოსაზღვროვაა. ძალიან დიდი მადლობა ჩამოიწურა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენთან პირდაპირ ეთერში ეფრემ ასურის ლოცვის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრებოდა კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი.